გამარჯობათ, ქალბატონიკა. ქალბატონიკა, გავრცელებული ინფორმაციით თქვენ თითოეული პატიმრის გამოშვებაში გაქვთ თანხა აღებული. თქვენ იმზადებით. ამ შემთხვევაში მე კითხვა და გისურვებთ იქნება პასუხი გამიცეთ. არა, ჯერ მაინტერესებს ვინ გამოგაგზავნათ ამ ცრუ ინფორმაციით. რატომ ცრუ ინფორმაცია? ხომ ეს ინტერნეტში დავს ყველა ინფორმაცია, პრესაჯი თუნდაც ავიღოთ. პრესაჯი არის ვანო მერაბიშვილის პირადი უწყება. იქნებ განმიმარტოთ. თქვენ მითხარით წყარო. რას ქვია, დავნოდაგემკის მაგალითად თქვენი შვილის რატომ აღმოჩნდა თქვენი შვილის მიმართ კანონი მობიერი ასე. რომელი კანონი აღმოჩენილი იყო მობიერი? რომელიც განხორციელდა ასე ვთქვათ, როგორც ვიცით, City Club-ში. რა განხორციელდა? ტყუილია. ეს თქვენ გაავრცელეთ, ტყუილი ინფორმაცია. ეს თქვენ დაწერეთ სიცრუე. ეს არ არის ჟურნალისტიკა, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს არის სიცრუის ტირაჟირება. თქვენ ხარ დონაძის და ვანო მერაბიშვილის პირადი უწყება. აიგეთ, ესე იგი, თქვენ თანხა არ აგიღიათ, ასე თქვენ. თანხა თქვენ გაქვთ ეხა აღებული, ამ კითხოს რო სვამთ. თქვენ გაქვთ პირადად თანხა აღებული. ერთი წყარო დაასახელეთ, აბა ერთი საქმე მითხარ. ერთი გვარი. ავიღოთ ნებისმიერი ინტერნეტი, გვარი დამისახელეთ. გვარი დამისახელეთ. ასე ვქო ტელევიზია, რომელი ტელევიზია და რომელი Facebook-ი. ვისგან გვარი დაასახელეთ. ნებისმიერი ტელევიზია. გვარი დაასახელეთ ვისგან თქო, რომელ საქმეზე. რომელ საქმეზე გეკითხებით, რომელ საქმეზე. ეს ჩაფარცხა, ასე ვთქვათ, City Club-მა, იმიტომ თქვენ შულს ეხება ამ შემთხვევაში საუბარი, თქვენ შულზე ამ შემთხვევაში. იქ უამრავი ადამიანი იყო და ერთი მოწმე მოიყარა. ხო, არა, ბევრი ქალბატონები ავიღოთ, თუნდაც კადრებიც არის. ქალბატონი მეზობლები, ასე ვთქვათ, კადრები. დევს, თუ გინდათ დაგილინკოთ, არ არის პრობლემა. სად არის? ეს არის თქვენი ტყუილი ინფორმაცია, იმიტომ თქვენ ხართ პირდაპირ ტყუილი დამწარია ხოლმე, რავი, ეს თქვენთვის არის შეიძლება. ვისთვის როგორ? ვერ დაგეთანხმებით ამაში, იმიტომ რომ როგორც არ იღებენ ხოლმე. თქვენ მიჩეული ხართ, რომ თანხას იღებთ იმაში, რომ ავრცელოთ სრულ ინფორმაცია. ანუ მე ხტამეთული დახლა მე თანხა განყოფილში აღებული. კარგი და ბინძურ საქმეს აკეთებთ ძალიან. ძალიან. თანხას იღებთ კვლელებისგან, დონაძისგან, მერაბიშვილისგან და ავრცელებთ ამ ინფორმაციას. კარგით, კარგად განვიმოდოთ.